მეუღლეს დაშორდით? არა. სანამ გავაჩენდი, მანამდე დავშორდით. უпростоრად დამშორდა. მაგრამ მე არ მნიშვნელობა აქვს მაგას. Eves. Andro. Კარგად ხარ? ჰა? აი, აღარცემ, კარგი მოჩი, აი. ამდაგარ, ვარა, დამში. ნაბუზრების გამო ნახდათ არის ციხის დასვა. კარგი იქნება თუ სულიერ სიმშვიდეს იყები. რა? ბიჭო. ხოდი აქ. სენ ავადმოყოფი ხარ. თქვენ ავადმოყოფები ხართ ვაფშე. რა ვქენი მითხარ? თაგვ ახლა სულიერ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან. აი რა ვქენი მითხარ? აიშია. ნაბუზარი ხარ შენ. და თაგვს. შენ ერთი რამე არ გესმის. არ გესმის რა ბედნიერებაა, როცა შენი საყვარელი ადამიანები კარგად არიან, ეს არ გესმის. ეს უნდა მიხაროდეს რა. ჩემო ორმა ნაბუზარმა მეგობარმა მიღალატა და ეხლა სამყაროს აბრალებთ ამას. ბიჭო, კარგი მეთქი, არა, აღარ ჩხუბო, მორჩა. გინდა სიმართლე? აი, დამშვი. ხო და გინდა გითხრა სიმართლე. თქვენი ქორწინება პირველივე დღიდან განწირული იყო. პირველივე დღიდან. მაშინ მივხვდი მაგას პირველად რომ გნახეთ ერთად. მაშინ რა მემკვდარიყავი აქ რომ ჩამოხვედი რომ როჭები ნაბუზრები არ იცვლებიან. დამშვიდი რა. დაბინძურებული გაქაურა საშინო. ზერა მართალია მე შეიძლება ცუდი მამა ცუდი შვილი ვარ ყველაფერი ვარ მაგრამ შენი ბინძური ნახდად არა ვარ შენი მედიტაციები და კარმები ახლა ტრაქში გაიგეთე დროზე გააჩვია კიდევ სამის ბოთლი არ გადაგამტრი. მე დიოდეს მე დამშვიდდები შე. ახუე. გისმენთ? შენ იცი ჩემი სახელი და მე არ ვიცი რა გქვია. ბატონო? რა ქვია თქო? მე საიდან ვიცი შენი სახელი? რომელი ხარ? ლილუ ვარ. ლილუ? ლილუ შენ მანქანას ვინც დაარტყა დღეს? ლილუ თავისუფალი ადამიანი? ლილუ თავისუფალი ადამიანი, კი. რა ქენი? ყავდა მანქანა ხელოსანთან? არა, ჯერ. ყოლდა მიბარა. მივხედავ მე შენ მაღაზია არიდან. არა. მაგას მე გავაკეთებ, მაგრამ ეხლა მაღაზია არ გირეკავ. აბარა. მოკლედ მე გითხარი, რომ დაზღვეულია თქო ჩემი მანქანა. მაგრამ ეგ სადაზღვეო კომპანია არის მამა ჩემის. ხო და ნუ ხვდები რომ არ მინდა რომ დავურეკო. ო, ხვდები. მე კიდე ნაცნობი ხელოსნები არ მყავს. არ ზამჭიროები არასოდეს რა. მესმის კი. არ ჩემ მეგობრებს. და უცნობთან ვერ მივიყვან. ვერ ვენდობი როგორ გააკეთებს. მე როგორც მახსოვს ცოტა გასასწორებელია და ალბათ შეღებას დაჭირდება სავარაუდოდ. არ ვიცი. აი მართლა რო ვერ ვერკვევი, მაგიტო გირეკავ შენო დამეხმარო. კარგი, მაშინ ნომერს გეტყვით ხელოსნის და ჩემი სახელით მიდი. და შე რო გამოყვე?
აი ხო მიდიხარ და მე წამოვიდოდი. კარგი, წამოდი. ეგა, დავაი. გადავწყვიტე. ამ შეკვეთის ფულით ნინის რამე მაგარი საჩუქარი უნდა გაუკეთო. აუ, ბიჭო, მეც მაგას ვფიქრობდი. რაზე, საჩუქარზე? ხო აი რა მოეწონება მეთქი რა. და შენ რა პონჩი ფიქრობდი? ვაიმე, ბიჭო, ელენეზე ვფიქრობდი. ელენეზე რომ რაღაცა ხო არ უყიდო. სადმე ხო არ წავიყვანო, ბათუმში, კახეთში, სადმე. აი პონჩი, ვინმე მეგობარი დაუპატიჟო მე. აუ, ეგ მაგარი იდეა. მოდი მეც ეგრე ვიზავ. საჩუქრის მაგივრად სადმე წავიყვან მაგარ სასტუმროში, ჰა? როგორია? ვა, კიდე კაი მოხვედი. რა ხო გითხარი საქმეზე მივდივარ მე. ხო, მაგრამ მთელი დღით რომ მიდიოდი, არ გითქვა. აი ეხა შემაგვიანდა რა, შემარგეხა 2 წუთი. აქ რა შვებით, როგორ მიდის საქმე? ყველაფერი კარგად არის. გადავწყვიტე ნინი კარგ სასტუმროში წავიყვანო დასასვენებლად, ჰა? რა? ანუ წინ მივდივართ რა. ბიჭო, აქაურ საქმეებზე გეკითხება. მეც მაგას არ ვამბობ. აქაური საქმე რო ცუდად მიდიოდეს, ნინის დასაპატიჟებელი ფული ხო არ მექნებოდა? არა, ესე კი ყველაფერი კარგად არის. რა გიდა მართალია? ჰა? ხო და ეხლა დაურეკავ. დავეთქვი. მოიცადე ხა. ეგ ეგრე არ უთხრა. შენ რამე კარგი ადგილი მონახე და ისე უთხრა. მართალი ხარ. აი, წარმოიდგინეთ რა, სულ რო ერთად ვიქნებით, ჰა? აი ხლა რატო ვარ ცალ-ცალკე მაგას ვერ ხვდები? აი რა გუშლის ხელს, ჰა? რაჰა, რა გიშლის ხელს? რო სულ ერთად ვიყოთ. ეხლა ხო ვარ ცალ-ცალკე, მე ერთად ვიქნებით. იცი რას ვიზავ? ეხლა ავდგები. დავურეკავ. და ვეთქვი ცოლად გამომყვეს. გადაო. რატო რა? მიყვარს, იმასაც უყვარ ვარ. სახლიც მაგ და სამსახურიც. თან მეჯვარეებიც მყავს. აუ, ამას გაურეკიას. გადაწყვეტილია. ცოლი მომყავს. აბალა. ანაკამდე რასელოდებოდი? მეც მაგას არ ვამბობ. მიდი აქა ვარ. ჰა? ეხა მომისმინე. ეს ტელეფონი წარუთხრა. ჰა. რაღაც ძალიან კარგი ადგილი. შესაბამისი გარემო. ბეჭედი იყიდე. მოემზადე და დალაგებულად მიდი და უთხრა. მართალი ხარ. ისე მოვიქცევი როგორც კინოებშია. კი ბატონო. მივალ, ხო? დაუჩოქებ, აჰა. ბეჭედს ხომ აყიდინებ. კი, ხვალევე. დილითვე. გადაწყვეტილი. ეგ არის. ხوار ნერვიულობ. ხო, ჰა? ცოტას. თუ კიდე იტირე. არ მინდა. მაგრამ დავცა. თაკო. რა არის? იგნორი შენმა გამოსირებულმა გურუმ გასწავლა? და შენ შუაღამისას სახლთან ჩასაფრება ვინ გასწავლა? აი, მეტი საქმე არ მაქვს, ახლა სახლთან ჩაგისაფრე რა. არ აგერ ვიყავი მაღაზიაში. თან ახლა საიდან უნდა მწოდნოდა რომ შუაღამისას სახლიდან გამოხვედი. თუ ამოგაგდო, ჰა? არა, კერეს მაღაზიაში მივიდა. ო, აბა რა, თვითონ ხო არ აწევდა ტრაქს ამხელა ფილოსოფოსი კაცი, ჰა? ისე გამაგებინე მაგასთან რანაირად წევ ხარ რა. თავიდან იწყებ ისე, ხო? აა. სხვათა შორის იმ ადამიანთან ვწევარ, რომელიც საერთოდ არ მაეჭვიანებს. და რომელმაც საკუთარი თავი და სიმშვიდე მაპოვნინი. შენ ხარ ეგ დებილობა მეკიდა რომ დამაჯერო, ჰა? ანდროს თვითონ ვერ გაუგია რა უნდა, შე რა გაპოვნინა. დამიჯერეთ ძალიან კარგად იცის რაც უნდა. აი ძალიან. ესე შენ ეხლა გაიცანი და მე 100 წელია რაც ვიცნობ ანდროს. ყოველთვის შურდა ჩემი. ამიჯერე ესე იყო. რაც მე მქონდა, მასაც სულ ის უნდოდა რომ ქონოდა. შენც ამიტომ მოგადგა. ეს ისე ცნობისთვის რო იცოდე. ხო. კერეს უკვე მე-10 მეუბნები ალბათ ამას. და მე-11-ად პასუხობ, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ ხარ შენ.
შენი საკუთრება არ ვარ მე. შეგვიყვარდა ერთმანეთი. დამორჩა. მეცოდები. ანდროს საკუთარი თავის გარდა არავინ არ აქვს. ძალიან მომბეზრდა ეს ერთი და იგივე ტექსტები რა. შემეშვი რა. ნუ დამდევ, ნუ მირეკავ და ნუ მაწუხებ რა. მინდა რომ აზრზე მოხვიდე, მეტი არაფერი. კერეს მე მგონი ჯობია რომ საკუთარი თავი მოიყვანო აზრზე რა. იცოდე არ გამოვყვე. თორე დედას გეფიცები ყვირილს დავიწყებ. არა, მეტი საქმე არ მოქვს, ახლა კიდე შენს დევნაში გავატარო ეს დრო. არა, თაკო. შენ ჩემთვის დამთავრდა. აღარ არსებობს. ძალიან კაი. ანა ორი წუთი შეგაწუხებ. მოდი. ოღონდ ჩუმად იმდრო წინავს. ოკეი. აქ დავშტები. დაჩქი. აბა? გისმენ. ჩემმა მეგობარმა მომცა რაღაც წონაში დასაკლები ჩაის რეცეპტი. რა გინდა? წონაში დაკლება? 1-2 კილო მინდა. მეტი არა. ხო და ეხლა ვაკეთებდი ამ ჩაის. და აღმოვაჩინე რომ ერთი ცალი ლიმონიც არ მაქვს. და ლიმონი გინდა ჩემგან. შენგან მინდა ლიმონი. გასახტამად. გასახტავად. უსაფრთხო მაინც არის? კი, ანუ სასარგებლოა. აჰა. კარგი. ვიცა? ალო? დიახ? მართლა? კი, რა თქმა უნდა. როცა გინდათ, შემიძლია ხვალაც. კარგი. დიდი მადლობა. დიახ. დროებით. რა იყო? სამსახურში ამიყვანეს? კი, უცალ. სალამ გამიხარდა. ხომარ ვიღაცას არ გაუხარდა. ტირის? კი. სამაგიეროდ მოუწევს, რომ შეგოს საქმიან და წარმატებულ ბედს. აგეულები. რა